ჩვენი ქალაქის ქუჩებში, ჩვენი ოჯახებიდან გასაყიდად გატანილ ძველ წიგნებს შორის, რომლებისკენაც თვალიც და გულიც თვითონ გარბის, ამასწინათ წავაწყდი ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერის რევაზ ბარამიძის სქელტანიან ნაშრომს სათაურით სახელმწიფოებრივი ცნობიერება და ზნეობრივი იდეალი, რომელიც მერწმუნედ ისეთ საკითხებს ეხება, ყველაზე მეტად სწორედ დღეს რომ გვჭირდება ჩვენც და კიდევ უფრო ჩვენს მომავალ თაობას. ხო და იმ ძვირფასი წიგნიდან, რომელიც რა თქმა უნდა შევიძინე და რა თქმა უნდა გროშებად, ერთი პატარა ამბავი მინდა გაგიზიაროთ. შემდეგ კი ერთად განვაგრძოთ ამ თემებზე ფიქრი და საუბარი. ბატონი რევაზ ბარამიძე იხსენებს, გერმანიაში ყოფნის დროს ვერ დავმალე და გვერდით მყოფ გერმანელ მეგობარს გავუზიარე ქალაქ ვაიმარით ჩემი აღტაცება, რაზეც მან მომიგო. ვაიმარი მეორე ქალაქია მსოფლიოშიო. პირველი რომელია მეთქი, უნებურად დავსვი კითხვა და საოცარი პასუხი მივიღე. პირველი ქალაქი ისაა, სადაც ადამიანი იბადებაო. დიახ, უპირველესი და უმშვენიერესი ადამიანისთვის სწორედ ის ქალაქია, ის ქვეყანაა, რომელიც მისია, რომელსაც ვერაფერი შეედრება, ვერაფერი შეცვლის, როგორც საკუთარ დედას და რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ეს ცნობიერება საკუთარის აღიარებით ეზიარო უცხოურსა და ღირსეულს ოდითგან გამჯდარი იყო ქართველ კაცშიო. წერს ბატონი რევაზ ბარამიძე. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ იმედს, ეთერშია შემდეგი გაჩერება. კიდევ გავიმეორებ, ეს წიგნი ყველაზე მნიშვნელოვანს, ქართველების ვინაობას, მათ მოქალაქეობრივ თუ ეროვნულ ცნობიერებას, თვით შეგნებას, ზნეობრივ იდეალებს ეხება, რომელთა შესახებ ფიქრი და საუბარი არასდროს უნდა შევწყვიტოთ. სტუმარიც ამ საქმისთვის დღეს შესაფერისი მოვიწვიეთ. ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ იგი ქალბატონი როზეტა გუჯეჯიანი. მოგესალმებით ძვირფასო როზეტა და მინდა რომ ამ საქმეს, რომელსაც შენ ემსახურები, სხვა ძალიან დამსახურებულ და პატივსაცემ ადამიანებთან ერთად, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ეთნოლოგიას, ჩვენს წარსულს და ცდილობ იქიდან ამოკენკო მარგალიტები. აი ვფიქრობ, რომ დღეს ამოკენკავ ამ მარგალიტებს და მოგვაწვდი, რომ გაგვიადვილო ფიქრი ქართველების ვინაობაზე, ქართველების თვით შეგნებაზე. კი ბატონო, დიდი მადლობა ამ შესანიშნავი შესაძლებლობისათვის, რომ მომეცემა საშუალება თქვენს ძალიან ფართო მაყურებელს ჩემი მოსაზრებებით გავაცნო და მართლაც აქტუალურია მსჯელობა ეროვნული თვითშეგნების საკითხებზე. მით უმეტეს დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში მიგრაციული პროცესები მიმდინარეობს. ძალიან სწრაფად იცვლება ცხოვრების სხვადასხვა რეალია და აი ასეთ დროს ყველას და მათ შორის მცირე რიცხოვან ერებს მეტი ყურადღების მიქცევა გვმართებს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისათვის. როზეტა, რას ნიშნავს? ალბათ აი ამითი უნდა დავიწყოთ. რა არის? რას გულისხმობს თვითშეგნება? აი ეროვნული თვითშეგნება და რა მნიშვნელობა აქვს მის არსებობას ადამიანში და რა საფრთხეს შეიცავს მისი დეფიციტი. ეს ხშირად ვეუბნები სტუდენტებს, რომ საქართველოს მისი ეროვნული ისტორია და მისი ეროვნული კულტურა ეს თქვენ უნდა აღიქვათ ზუსტად ისე, როგორც საკუთარ პირად ბიოგრაფიას აღიქვამთ. დაიბადეთ ოჯახში, ყავთ მშობლები, და-ძმები, გაიზარდეთ, დაამთავრეთ სკოლა, ხართ სტუდენტები. აი ასე შორეული ათასწლეულებიდან იწყება ჩვენი სამშობლოს ისტორია და აი ადამიანს ჩემი აზრით არ უნდა ჰქონდეს განსხვავებული აღქმა ეროვნული კულტურისა და საკუთარი ბიოგრაფიისა. ამიტომ ეროვნული თვითშეგნება არის ის, რაც არის ჩვენი თანაგანცდის მუდმივი ელემენტი, ჩვენი ცხოვრების მთავარი ნაწილი. როგორც ჩვენ ვყალიბდებით ოჯახებში, სასურველია ჩვენი მშობლებიც, უფროსი თაობაც,
გადმოგცემდნენ აი ამ სწორ ხედვას ეროვნული ღირებულებებისადმი, ეროვნული თვითმყოფადობისადმი პატივისცემისა და აი ამ ყველაფრის აი ბუნებრივ გარემოში გაზიარება მოზარდის მიერ მას აყალიბებს უკვე ამა თუ იმ ეთნოსის ნაწილად, ეროვნული ძირითადი ღირებულებების მატარებელ ადამიანად და აი ეს განსაკუთრებით გვჭირდება მცირერიცხოვან ერებს, რადგან არსებობს უამრავი გარე ფაქტორი, რომელიც ჩვენს შესაძლო ასიმილირებას განაპირობებს. თუმცა მე ამის არ მეშინია. გადავრჩებით ახლაც, როგორც მრავალი საუკუნის განმავლობაში ვიარსებეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ პირობებში და მოვედით დღევანდელ დღემდე. აი ახლაც გვმართებს სწორედ იგივე ჭკუის გონიერების გამოჩენა და შემდგომი თაობებისათვის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის მნიშვნელობის ჩვენება და სწავლება. აი რაზე დგას ეროვნული თვითშეგნება, მსოფლმხედველობა, მსოფლ-აღქმა, რომ მე ვარ ამა თუ იმ ერის კუთვნილება, რაზე დგას? უმთავრესი აქ არის მაინც ოჯახური აღზრდა. ის რომ ბავშვს მუდმივად ესმოდეს თავისი ეროვნული ღირებულებების შესახებ, იცნობდეს თავის სამშობლოს, შემოვლილი ჰქონდეს მისი მხარეები, არასხვავებდეს ქვეყნის ამა თუ იმ ისტორიულ ეთნოგრაფიულ მხარეს ერთმანეთისაგან, ყველა უყვარდეს თანაბრად, ყველა იყოს მისთვის მნიშვნელოვანი, ასევე ურბანული გარემოც ქართული და მერე უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე არის ამ ვითარებაში ის თუ რა ცოდნას მიიღებს იგი. აქ უკვე ვთქვათ ისტორიული კონტექსტი, ეთნოგრაფიული კონტექსტი, განცდა მხატვრული ლიტერატურისა, საკუთარი ეროვნულისა, ანუ თანაარსებობა იმ ყველაფერთან იქნება ეს ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ჩვენი ტრაგედიები, ჩვენი გამარჯვებები, პრობლემები, რომელიც ყველა საუკუნეში გვქონდა, ჩვენი გმირების ისტორიები, თუნდაც აი რიგითი მოსახლეობის, აი მაგალითად სვანეთში ერთ-ერთ თემში, ერთ-ერთი სოფლის ეკლესიაზე ქვეყნის დაშტილობის პირობებში არა ინტელექტუალურმა ელიტამ ან არისტოკრატიამ, რიგითმა მეთემეგლეხებმა წარწერა ამუკვეთეს, რომ ღმერთო, საქართველოს ერთიანობა არის ჩვენთვის მთავარი. აი ეს საოცარი ფაქტი არის, ხომ? აი ასეთი მსოფლმხედვის და სულისკვეთების იყო ჩვენი წინაპარი ყველა ეპოქაში. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, ქარტეხილისა, მტრების შემოსევებისა, უცხოური კულტურის შემოდინებებისა, ძირითადი ღერძი ეს იყო მთელი საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ქმნიდა ამ დიდ კულტურას. ყველა სოციალური ფენა, პლუს მისი სულიერი ლიდერები, სახელმწიფო ლიდერები და ამ ყველაფერს ერთიანობაში ჩვენ უწოდებთ იმას, რაც არის საქართველოს ისტორია და კულტურა. და აი მე მინდა რომ მოზარდთა შორის, ბავშვთა შორის ეს არ იყოს რაღაც საკითხავი, წიგნები, ტომეულები, ეს მისი ბიოგრაფიის ნაწილად უნდა ფორმირდეს და ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანს არც ეროვნული ნიჰილიზმის განცდა გაუჩნდება, არც დამოკიდებულება წარსულისადმი, რომ ეს ხომ იყო, დამთავრდა, დღეს აღარ არის ეს, ასე ვთქვათ და მნიშვნელოვანი და ტრენდული, მაგრამ არის ადამიანს წარმოაჩენს თავისი პირადი ღირებულებები და ღირსება, მაგრამ თუ ამ ადამიანს ზურგს უმაგრებს ისეთი დიდი კულტურა, როგორც ჰქონდა ჩვენ და გვაქვს და გვექნება მომავალშიც, ის ცხადია ბევრად უფრო სრულფასოვნად შეძლებს საკუთარი ძალღონის და რესურსის რეალიზებას. როზეტა, აი არსებობს ასეთი ცნება რა, ეროვნული ღირსება. არსებობს ეროვნული თვითშეგნება, რაზეც ვილაპარაკეთ. მაგრამ მათ გვერდით, აი სულისკვეთება თქვი, არსებობს ეროვნული განცდა, სულისკვეთება რა, მაგრამ მათ გვერდით იბადება ეროვნული ნიჰილიზმი. სად იბადება? რისი და რისი ძალის ხმებით და როგორ შეიძლება რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოთ ჩვენ ყველამ, თითოეულმა ჩვენს მოედანს? აი ჩვენი ისტორიის არაერთ ეტაპზე იყო მომენტები, როდესაც იგეგმებოდა ქართული ზოგადად შეიძლება ითქვას ერის გაქრობა. არაერთი ასეთი ეტაპი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, დაძლია და გადავრჩით და აი ახლა ჩვენს დროშიც, სამწუხაროდ ჩვენს დროშიც ძალიან ბევრი ფაქტორი იყო ამოქმედებული მიმართულებით, რომ
საშუალო თაობაშიც და განსაკუთრებით ახალგაზრდებში ჩამოყალიბებულიყო ეროვნული ნიჰილიზმი. ამას სხვადასხვა მიმართულებები მიეცა, სხვადასხვა დაფინანსებით, სხვადასხვა ინსტიტუციური მხარდაჭერით, განათლების ჩემი აზრით უკიდურესად ნეგატიური ფორმატით ჩატარებული რეფორმით, სახელმძღვანელოებიდან ამ ეროვნული იდეების, იდეალების სრულიად ამოღებით ან მიჩქმალვით, ძირითადი აქცენტირება ხდებოდა და ფაქტია, რომ ეს სამწუხაროდ ხდებოდა, ნაწილობრივ ახლაც შეინიშნება ყველაფერი იმ ღირებულისადმი, რაც ჩვენს წინაპრებს შეუქმიათ, ნიჰილისტური დამოკიდებულება, რაც ხშირად ზედაპირული ცოდნის ან უცოდინრობის შედეგი იყო, ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართულად ხდებოდა სამწუხაროდ და იყო ძალიან სერიოზული მუშაობა, სერიოზული, კი ბატონო, რომ წამოსვლილიყო თაობა, რომლისთვისაც ძალიან შორეული, უცხო და ხშირ შემთხვევაში არასაამაყო უნდა გამხდარიყო მისი წარსული, ანუ მისი ქართველობა როგორც ასეთი და აქცენტირება ხდებოდა ძირითადად სამოქალაქო ცნობიერების წინ წამოწევაზე. თითქოს ეროვნული ცნობიერება რაიმე წინააღმდეგობაში მოდიოდეს სამოქალაქო ცნობიერებასთან. აი ესეც იყო ჩემი აზრით მიზანმიმართული ქმედება. არადა სამოქალაქო ცნობიერება ჩვენ რომ გვქონდა იმ დროს ჯერ არც ერთ შეიძლება ითქვას რომ ჩვენს გეოპოლიტიკურ სივრცეში სხვებს ეს განცდა არ ქონიათ. საქართველოში აქცენტირება არ ხდებოდა ადამიანის არც ეთნიკურ წარმომავლობაზე, თუ კი ის ღირსეულად ემსახურებოდა მის სამშობლოს საქართველოს, არც მის კონფესიურ მსოფლახკმაზე, თუ კი მაინც და მაინც მეფის წულის აღმზრდელი არ უნდა ყოფილიყო. და შესაბამისად ჩვენ გვქონდა ისეთი ეტაპები ჩვენი ბრწყინვალე ხანისა, საქართველოს ისტორიის ოქროს ხანისა, როდესაც უმაღლეს საერო თანამდებობას წარმოშობით არაქართველი იკავებდა ამირსპასალარი. როდესაც სხვა ასევე მაღალსავაზირო სახელოებს ფლობდნენ, თქვათ, ნაყივჩაღარი, ებრაელი და ეს იყო სრულიად მისაღები ფორმა საქართველოსათვის, რადგან ეს ადამიანები საქართველოს ემსახურებოდნენ და აი დეფინიცია მკაცრი, რომ მაინც და მაინც უნდა იყო ეთნიკურადაც ქართველი, უნდა იყო მაინც და მაინც მართლმადიდებელი რელიგიური მსოფლახკმითაც. ეს შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო. ესე იგი არ იყო გაყოფილი ორი მნიშვნელოვანი ცნება, სამშობლო და ქვეყანა. ქვეყანა თავისი სახელმწიფო, თავისი მოქალაქეებით და სამსახური სახელმწიფოს მიმართ, როგორც შენი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა და აქეთ მხარეს მამული და მამულიშვილი. დიახ, მამული. და სამშობლო. ეროვნული კი ბატონო და აი ამიტომ ის რომ თქვათ აი ესეთი თითქოს რაღაც სიახლე იყო ჩვენთვის ეს 21 საუკუნის დასაწყისში, რომ აი ამას უნდა ასე აღვიქვათ. ეს ჩვენთვის ბუნებრივი და ორგანული ნაწილი იყო ისედაც ქართველებისთვის ცხოვრებისა. ამიტომ აქ სადაო ნამდვილად არაფერი არ არის. მოქალაქეობა და ეროვნულობა პლუს ეთნიკურობაც თავისი წარმომავლობის მიხედვით ეს არის ერთიანი სისტემა სამშობლოს განცდა. შესაბამისად მოხდა აი ასეთი სამწუხარო ფაქტი, რომ აი სამშობლოს განცდა და ამ ყველაფრის დომინანტი ქართული ეროვნული კულტურა გახდა თითქოს ნაკლებ მნიშვნელოვანი. უბრალოდ უნდათ გამხდარიყო, მაგრამ ცხოვრების მდინარეობა მაჩვენა, რომ ასე არ გამოვიდა და პირიქით იმატა ინტერესმა ეროვნული კულტურისადმი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შეიცვლება სახელმძღვანელოები და მიდის უკვე ეს პროცესი, სადაც აი სასკოლო სახელმძღვანელოებში სრულფასოვნად შევა სამშობლოს განცდის თემა, ქართული ეროვნული კულტურის გამოცდილება, მნიშვნელობა და მისი თანამედროვეობა დღევანდელი გადასახედიდანაც და აი მერე უკვე წამოვა თაობათა შორის უფრო სიღრმისეული ცოდნა, არა მარტო გულით განცდა სამშობლოსი და ქართველობის, არამედ საფუძვლიანი ფუნდამენტური ცოდნა თუ რა შეგვიქმნია ქართველებს მნიშვნელოვანი, როგორ შევქმენით, როგორ გადავრჩით, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე შრომით, გარჯით, თავდადებით და აი ეს დადებითი მომენტებიც წამოვა წინაპლანზე. თორემ ჩვენ ვხედავდით ასეთ სოციალურ სურათს ერთი ნაწილისა მოსახლეობისა, რომელიც დღენიადაგ ცდილობდა
მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი კონტექსტით ქართული კულტურის წარმოჩენებას, დაკნინებას, სამწუხაროდ. შედარებას დიახ. სხვა დიდ კულტურებთან. კი. ეს შეეხებოდა ყველა სფეროს, აი ხალხურ ყოფას, ისტორიულ გამოცდილებას. დიდგორის გამარჯვების თემის დაკნინებაც კი სცადეს. და ჩართეს ამაში ვაიმეცნიერები. ანუ ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ფურცელიც კი სურვილი იყო, რომ მისდამი გაჩენილიყო კითხვის ნიშანი ქართულ ეთნოსში. რას ემსახურება ეს? ეს არ არის არც ობიექტური დამოკიდებულება ქვეყნის ისტორიისადმი, არც მისი მომავლისადმი. შესაბამისად, მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღეს ერთი კონკრეტული ფაქტით, რომ მიუხედავად რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ძალიან აქტიური მცდელობისა, ქართველთა შორის ეროვნული ნიჰილიზმი ვერ გააჩინეს. ეს ჩვენი დიდი გამარჯვება არის. თუმცა რა ნიადაგზეც გააჩინეს და მოდი ვთქვათ რა ტერიტორიაზეც. ისიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ განხეთქილებას ეფეთქა კი ბატონო. ჩვენ საზოგადოებაში. კი ბატონო. აი ესეც ალბათ იყო გამიზნული და მიზანმიმართული სამწუხაროდ. მოდი ისევ დავუბრუნდეთ თქვენს აი სპეციალობას, ეთნოლოგიას. ქართველთა დამოკიდებულება ძირითადი ღირებულების მიმართ როგორი იყო? აი რწმენით დავიწყოთ. რელიგიის საკითხი ეს არ არის მხოლოდ ადამიანთა ინდივიდუალური მსოფლახქმის ნაწილი. თუმცა ცხადია ეს ადამიანის პირად თავისუფლებასთან არის შერწყმული. რადგან რელიგიური ცხოვრება, რელიგიური გამოცდილება სოციალურ გარემოს ქმნის, რომელიც სოციალური გარემოს ნაწილიც არის ადამიანი. ერთი საოცარი ფაქტიც ხდება თანამედროვე მსოფლიოში, რომ აი მიუხედავად აი ტექნოლოგიების ასეთი განვითარებისა, გლობალიზაციის კატასტროფული მასშტაბებისა, მიგრაციული პროცესებისა, რელიგიამ არ დაკარგა თავისი ფუნქცია, არამედ რელიგიამ, აქ ყველა რელიგიას გულისხმობ, პირიქით, უფრო მეტი ძალა მოიკრიბა და აქტუალიზირება მოახდინა. შეიძლება ეს ძალიან მკაფიოდ არ ჩანდეს სოციალურად განსაკუთრებით განვითარებული და უზრუნველყოფილი ქვეყნების ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ დღენიადაგ მარტო საქართველოში არა, საზღვარგარეთაც გვაქვს ექსპედიციები, კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, რიგით მოსახლეობასთან და იქაც თვალნათელი არის, რომ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს ცხოვრებაში ჯერ კიდევ არის მოსახლეობის ერთი სოლიდური ნაწილი, რომელიც თავისი კონკრეტული ტრადიციული ცხოვრების წესით და შესაბამისად რელიგიურობით დღემდე გამოირჩევა. აქვთ თავისი კონკრეტული ნიშანსვეტი ამ თვალსაზრისით და იგივე ითქმის ჩვენ სამშობლოზეც. აქ კიდევ უფრო საინტერესო მოცემულობა გვაქვს ქართველებს, რომ ვართ დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ვართ ნაწილი სუნიტური ისლამის წარმომადგენლები ქართველები და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ჩვენში ცხოვრობენ, თავთავისი რელიგიის მიმდევრები არიან. და მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა ძირითადი ფასეულობა მსგავსი აქვთ რელიგიურ ადამიანებს. აქ შეიძლება ჩვენი სოციალური კონტექსტი იყოს განსხვავებული. ვთქვათ, ისლამის ყოფით ტრადიციებსა და ჩვენს ყოფით ტრადიციებს შორის, მაგრამ პატივისცემა რელიგიისადმი, ღვთის ერთიანობის იდეა, პატივისცემა ნებისმიერი რელიგიური ობიექტისადმი, პატივისცემა რელიგიურობის გამოვლინებისადმი. ჩვენ აი ეს უკაცრავად გვქვია პოლიკონფესიური ქვეყანა, შეიძლება გვეწოდოს პოლიკონფესიური და აი არის პოლიკონფესიური შეიძლება ვუწოდოთ, იმიტომ რომ პოლიეთნიკურიც და თვითონ ეს ტერმინოლოგიაც ჩვენს დროში უკვე ცოტა არ იყოს ნაკლებ შინაარსის მატარებელი ხდება. აი ესეთი შინაარსიანი რომელი შეიძლება ვიხმაროთ? ჩვენ როგორი ქვეყანა ვართ? საქართველო, ქართველები და აქ ცხოვრების სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ქმნიან მაინც ერთიან ეროვნულ კულტურას, საქართველოს კულტურას. და აი ამიტომ ამ ჯგუფებს შორის ურთიერთპატივისცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს სახეზეა, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა აი ახლახან ჩვენი პატრიარქისადმი გამოვლენილმა მათმა დიდმა სიყვარულმა. აი პირადად მე იმ მძიმე დღეებში შევძელი და ჩემს სოციალურ ქსელში თავი მოვუყარე ირანისა და თურქეთის ქართველების განცდას. სადღაც 2005-2005-მდე რაც დავთვალე და მე ვეღარ დავთვალე, ეს იყო განცდა მათი, რომ საქართველოს დაკარგა ყველაზე დიდი ქართველი, მისი მამა.
მე რა რომ ჩვენ მუსლიმები ვართ და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და ზოგადადაც აი რელიგიურობის მნიშვნელობა ამ შემთხვევაში მართლმადიდებელ ქრისტიანობას მოუბრუნდები ის ყველაზე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სულიერი ძალის მიმცემი იყო ჩვენთვის ჩვენი წინაპრებისათვის არამედ ის ქმნიდა ქართული კულტურის სოციალურ შინაარსსაც ანუ დროის დაგეგმარება ოჯახის შექმნის ფორმატი ნათესაური ურთიერთობები ქორწინების ეგზოგამიურობა აღზრდის ტრადიციები ქალის მაღალი ქონებრივ უფლებრივი მდგომარეობა აი ეს ყველაფერი მოდიოდა აი აღმოსავლური ქრისტიანობის კერძოდ ჩვენი ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სწავლებებიდან რომელიც ცხადია ძირითადში მთავარ ღერძს მიჰყვება მაგრამ ჩვენი ადგილობრივი უმდიდრესი გამოცდილებაც შევქმნით მრავალი საუკუნეების განმავლობაში და აი ამიტომ ძირითადი ფასეულობები რაც ქმნის ადამიანს პიროვნებად მოქალაქედ ქართველად სწორედ აი ამ ცოდნას ემყარებოდა ისეთ შემთხვევაშიც კი როდესაც ადამიანი არის შედარებით არარელიგიური კი ბატონო მის ყოფით ცხოვრებით და სოციალურ კონტექსტს მაინც ეს ძირითადი ფასეულობები განსაზღვრავს თუნდაც მისგან გაუცნობიერებლად ამიტომ რომ რელიგია ყოფა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არის ასე ხდებოდა მუდმივად ჩვენს ცხოვრებაში ასე გაგრძელდება მომავალშიც და აი ამის არაერთი ნათელი მაგალითი ცრემლიც მომადგა თვალზე როდესაც ვნახე კადრები პატარა გოგონები ვაკელი გოგონები როგორ ეხმარებოდნენ ვაკის მაცხოვრის ეკლესიის მშენებლებს ცემენტი და კირი გადაჰქონდათ ეს იყო საოცარი სანამ თავისი სურვილით რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს მათი ცხოვრების ნაწილი გახდა პატარები არიან გაიზრდებიან და გაგრძელდება ეს საოცარი ცხოვრებისეული გზა ამიტომაც არის რელიგია ქმნის ადამიანის კულტურულ ფასეულობებს მის ყოფით ცხოვრებას და მის მიმართებებს სოციალურ გარემოში იმ ძირითად ვექტორებს რაც ადამიანის ცხოვრების სოციალურ ნაწილს ქმნის ახლა ჩვენ ჰარმონიაზე ვსაუბრობთ რა ჰარმონიულ ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს რა თქმა უნდა მაგრამ რამდენად არის მაპროვოცირებელი კონფლიქტებისა ეს არის სამწუხაროდ და ეს პროვოცირებულია თუ თავისთავად ამოფეთქავს ხოლმე ეს მუდმივად ხდებოდა კაცობრიობის ისტორიის თითქმის ყველა დიდი ომი ხშირად რელიგიური სახელით იყო დაწყებული ამიტომ რელიგიით მანიპულირება ერთ-ერთი ზემოქმედების აპრობირებული მეთოდი არის ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო რელიგიურ პრობლემებთან მიმართებით და ასეთ შემთხვევაში გარკვეული პრევენციული ზომებიც ალბათ საჭიროა რაც უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების საქმეა მაგრამ ჩვენც მეცნიერებს ამ თვალსაზრისით ჩვენი მცირედი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს მუდმივად ვცდილობთ რომ ავხსნათ რომ თვითონ ყოველ რელიგიას აქვს თავისი არსით თეოლოგიური არსით აქვს მხოლოდ ღვთის სიყვარულზე დამყარებული ცოდნა სხვა საქმეა აი ამის გამოყენება როგორ ხდება პოლიტიკურ გარემოში და ამიტომ აი ყველას აი ეს ასეც უნდა ვასწავლოთ რომ ნებისმიერი რელიგია არის პატივსაცემი თუ ის მშვიდობიანობის იდეაზე არის დაფუძნებული და სხვის უფლებებს არ არღვევს და ნახოთ მომავალი რას გვიჩვენებს კულტურა ცალკე თემაა როგორც ერთი უზარმაზარი დუღაბია რა და ასევე კონფლიქტის საგანი ყველაფერს აქვს ორი მხარე ქართული კულტურა როგორც გამორჩეული დუღაბი ასე ვთქვათ აი ამ ჩვენი ერთობისა და პირუკუ როდიდან ვიწყებთ ჩვენ ქართული როგორც უკვე ფორმირებული ქართული კულტურის შესახებ საუბარს თუ ძველ ბერძენ ავტორებს ვენდობით ისინი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-17 საუკუნიდან მსჯელობენ ახსენებენ ჩვენს იმდროინდელ სახელმწიფოებს და განსხვავებულ კულტურულ მახასიათებლებს შემდგომ ვთქვათ ჰეროდოტე და მერე უკვე ყველა სხვა ბერძენი მეცნიერი ან ასურელი შემდგომ ურარტუელი ბოდიში წყარო ყველგან საუბარი არის რომ ქართული კულტურა უკვე ფორმირებული არის ჯერ კიდე ადრე ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული ქართულ კულტურას აქვს თავისი კონკრეტული ნიშნები რითაც ის სხვა ეთნიკური კულტურებისაგან განსხვავდება და ჩემი აზრით ჩვენი მთავარი ნიშანი იყო ჩვენი კულტურის ღიაობა. ანუ არასოდეს არ ვუფრთხოვდით რაიმე სიახლის მიღებას, გაანალიზებას და მისი
ქართული კულტურისთვის სასარგებლოდ გამოყენებას. ამას ალბათ ჩვენი გეოპოლიტიკური ვითარებაც უწყობდა ხაზს, ის რომ აი მუდმივად გზაჯვარედინზე იყო ჩვენი გეოგრაფიული მოცემულობა, ის რომ სოფლიოს თითქმის ყველა ძველი ძლიერი ცივილიზაცია რაღაც გარკვეული კონტექსტით ჩვენთან კავშირში იყო, ძველი აღმოსავლური ცივილიზაციები, ძველი საბერძნეთი, ჩვენი ძალიან საინტერესო როლი ხმელთაშუაზღვისპირა ცივილიზაციაში და აი ამ ყველაფრის გამო განსაკუთრებით ელინისტურ ხანაში ძალიან საინტერესოდ ჩანს, როგორი ერთგვარი სინთეზი ხდება საქართველოში აღმოსავლურისა და დასავლურისა. მაგრამ ამას ქმნის რა ის, რომ ჩვენ უკვე ჩვენი თვითმყოფადი კულტურა გვქონდა, რომელიც არ უფრთხოდა სიახლეს და აი ამ ყველაფერს ვიღებდით. თუ შეიძლება ეს უცხო სიტყვა გამოვიყენოთ, აი ქართული კულტურა მობილობით გამოირჩეოდა. ის იყო სწრაფი, სხარტი, მიმღებელი და ქართულ კულტურად დაშთენილი, დარჩენილი მრავალი საუკუნის განმავლობაში. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ აი დღევანდელი არაერთი გლობალიზაცია გადაგვიტანია, აი ეს გლობალიზაციაც ჩემი აზრით ქართული კულტურის გადარჩენით დამთავრდება. ნახოთ მომავალი რას გვიჩვენებს. აუცილებლად უნდა შევეხოთ ტრადიციებს ცალკე და სამართალს. თქვენ რაღაცა გაკვრით ახსენეთ სამართლის ნორმები არა, როგორ ყალიბდებოდა, რით იყო განსაკუთრებული და როგორ უწყობდა აი ეს სამართლის არსებობა, გნებავთ ხალხური სამართლის, გნებავთ ჩვეულებითი სამართლის არსებობა ამ ქვეყნის მოდი ვთქვათ კეთილდღეობას, მოდი აყვავებას ვთქვათ და პირიქით, რას უშლიდა ხელს? აი მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, სოციუმში სიმშვიდის დამყარებისათვის და აი ტრადიციული ღირებულებების განგრძობითობის კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართულ ხალხურ სამართალს. ქართული ხალხური სამართალი ძალიან ხანგრძლივი ისტორიის მქონე ელემენტი გახლავთ, ის სათავეს იღებს ადათობრივი სამართლიდან, შემდგომ იქმნება უკვე სახელმწიფო დაწერილი სამართალი, რომელიც აღწევს სხვადასხვა სახით და მოდიფიცირებული სახეცვლილი 1810-იან წლებამდე. რა დროიდანაც უკვე სახელმწიფო სამართალი გაგვიუქმეს და გავხდით რუსეთის იმპერიის კანონმდებლობის ნაწილი. და დარჩა ქართველი მთიელი იმ ხალხური გამოცდილების აღორძინების იმედად, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში მოჰყვებოდა მის ცხოვრებას და აი ესე ფორმირდა უკვე მე-19 საუკუნის 10-იანი წლებიდან განსაკუთრებით აქტუალიზირდა ჩვეულებითი სამართლის არსებობა, რომელიც რამდენიმე მხარის მიხედვით იმ კონკრეტული მხარეების აღმნიშვნელი გვაქვს და გამომხატველი. მაგალითად, ხევსურეთში სულაც სჯული ერქვა აი ამ სამართლის ფორმას. სვანეთშიც, თუშეთშიც, ფშავშიც, აი საქართველოს მთიანეთში განსაკუთრებით ეს ცოცხალი კულტურის ელემენტია და ნაწილობრივ დღემდე მოაღწია. მთავარი ნიშანი იყო ის, რომ არ მომხდარიყო თემს შიგნით, სოფელ შიგნით დაპირისპირება. აი როგორც კი რაიმე ფაქტი მოხდებოდა მძიმე, თქვათ ადამიანი დაიღუპებოდა ან დაიჭრებოდა მძიმედ, აი მაგალითად ხევსურები რას აკეთებდნენ? სწრაფი ტემპით მიემართებოდნენ დაღუპულის ან დაჭრილის ხატისაკენ. ხატი აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ის ეკლესიის აღმნიშვნელი ნაგებობის, საკულტო ნაგებობის სახელწოდება არის ჯვარში და ხატში. აქ შევიდოდა ხუცესი და გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ხატმა ბრძანა, რომ სისხლისღვრა შეჩერდეს და აი ამ ინფორმაციით უკვე მიდიოდნენ დაღუპულის ან დაჭრილის ოჯახში და რახან ხატმა ბრძანა. ანუ აქ უკვე ჩნდება ასეთი საინტერესო მიდგომა, რომ ამ ჩვეულებით სამართალში შემოვიდა ძალიან დიდი დოზით კანონიკური სამართლის ელემენტები. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი ჰუმანური თვისება, რაც ახასიათებს ქართულ ჩვეულებით სამართალს, ეს არის ადამიანის როგორც ასეთის მნიშვნელობა. და სასჯელის ნაირსახეობათა შორის არსებობდა ერთგვარი საპროცესო გარიგების მსგავსი სასჯელი, რომელიც ხელს უწყობდა სასამართლებრივი განსჯის შემდგომ აპირობებდა იმას, რომ შეჩერდებოდა შემდგომი სისხლისღვრა და ადამიანი დამნაშავე
მისი თემიც მხარში ამოუდგებოდა, მისი გვარიც, დედის ძმებიც ყველა დაეხმარებოდა, გადაიხდიდნენ იმ გარკვეულ გადასახადს, რაც მათ მიესაჯათ ჩადენილი დანაშაულისთვის და ამის შემდგომ ამ ადამიანებს შორის უკვე მყარდებოდა მშვიდობიანი თანაარსებობის საინტერესო ფორმა. ასევე ქართული ჩვეულებითი სამართლის ერთ ძალიან მნიშვნელოვან ღირსებად მე მიმაჩნია მასში ქალის, ბავშვების და მოხუცების უფლებების დაცვის მექანიზმები. ქვრივობოლთათვის, მოხუცთათვის, ხეიბართათვის, აი რასაც დღესაც თქვა ინკლუზიური მიდგომები, რასაც მოიაზრებს, აქ არსებობდა ძალიან საინტერესო და ჰუმანური ფორმები თუ როგორ უნდა ყოფილიყო თითოეული მათგანის უფლება და ცხოვრების შესაძლებლობა დაცული. შავშის თუ შეწიჩხევ სურეთში მთელ საქართველოში ყველგან ჰქონდა აი ამ ტიპის ამ ხრივ განსაკუთრებით საყურადღებო სვანური სამართალიც არის, სადაც აი ქალს სრული უფლება ჰქონდა ყოფილიყო სრულფასოვანი მემკვიდრე ოჯახში, ქონებრივი თვალსაზრისითაც კი და ქვრივობლის დაცულობა, ხეიბრის ადმი ძალიან მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმი არსებობდა სოციუმში, რომელიც ვერ დაუშვებდა აი ესეთი ადამიანების ჩაგვრას და ამ თვალსაზრისითაც კიდევ ერთი მნიშვნელობა შეიძინა უკვე რუსობის პერიოდში ქართულმა ჩვეულებითმა სამართალმა. ისე ორგვარად ხდებოდა განსჯა დანაშაულისა. სახელმწიფო თუ კი მიაკვლევდა დანაშაულს, თქვა აციმბირებდა და იჭერდა, ციხეში გაგზავნიდა, მაგრამ ადგილობრივი სოციუმისთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის ხალხური სამართლებრივი კუთხით შეფასება და ყოფილა ასეთი ფაქტებიც, რომ აი ციმბირიდან დაბრუნებულა გადასახლებული ქართველი, რომელმაც თავის მხარეში დანაშაული ჩაიდინა, შემდგომ შეკრებილა იქ ორივე მხარის წარმომადგენლობა და ხალხური ქართული სამართლის სვანური ნაირსახეობით განუსჯიათ მისი და აი თქვა შემდგომ ის სისხლის სწორი, რაც არის ძველი ქართული ტერმინი, ერთგვარი ამ საპროცესო გარიგებით და მონანიებით შეხვეწნით, ესეც არსებობდა ქართულ ხალხურ სამართალში, ის უკვე ნდობას იბრუნებდა საზოგადოებისას და ამიტომ აი ხალხურ სამართალს ეს ძვირფასი იდეაც ასაზრდოებდა, ის ეროვნული იყო, დამყარებული იყო იმ ოდინდელი ადათობრივი სამართლის, მერე ქართული ძალიან ჰუმანური სახელმწიფო სამართლის და კანონიკური სამართლის ერთგვარ კორელაციას წარმოადგენდა და ასე მოვიდა ჩვენს დრომდე. თავისი რამდენიმე კონკრეტული ვარიაციის სახით. ძალიან საინტერესოა როგორ და სად და რა ადგილი უჭირავს სიკვდილით დასჯას. მინდა გითხრათ, რომ აქ ჩვენი ხალხური სამართალი ზუსტად მიჰყვება სახელმწიფო სამართალს. სახელმწიფო სამართლით სიკვდილით ისჯებოდა ქვეყნის ღალატი, მეფის ღალატი, ანუ სახელმწიფოს ღალატი, გაცემა სახელმწიფოსი და ეკლესიის გატეხვა. ეს იურიდიული ტერმინები არის იმდროინდელი და ეს პირდაპირ პროექცირდა ქართულ ხალხურ სამართალზე. ოღონდ იყო მცირე მასშტაბებია ბუნებრივი აქ სახელმწიფო, აქ მცირე თავისი ლოკალური თემის ღალატი. ანუ თემის ინტერესების გაცემა და ვთქვათ რომელიმე უცხო ვთქვათ ჩრდილო კავკასიელ სხვა ტომებთან ინფორმაციის გატანა, მტრის შემოძღოლა, ღალატი, ეკლესიის გატეხვა, აი ეს ითვლებოდა მომაკვდინებელ ცოდვად. როგორც იყო თუნდაც აი ბოლოს ვახტანგ მე-6 სამართლის მიხედვით. ოღონდ აი მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევები იყო. სიკვდილით დასჯის ძალიან მცირე ფაქტები ფიქსირდება რეალურად. და ესეც აი სამშობლოს ღალატს, ანუ თემის ღალატს და ეკლესიის გატეხვას უკავშირდება. სხვა მძიმე შემთხვევები, როგორიც იყო თქვათ შეცოდება, ქალის სახელის გატეხვა, მკვლელობა, ცხადია ასევე დაისჯებოდა, ოღონდ ეს იყო თქვათ თემიდან გაძევება, მოკვეთა. ადამიანი, რომელიცაც ასეთი უბედურება დაატყდებოდა თავს, რომ ვინმე შემოაკვდებოდა, იმ თავისი სამართლებრივი ფორმების დასრულების შემდეგ თვითდასჯის მექანიზმი მართავდა. აღწერილი აქვს ქართველ ეთნოგრაფებს, რომ აი უნებლიეთ მკვლელი სხვა ადამიანისა იღლიაში ბასრი ქვების ასხმულას ჩამოიკიდებდა, რომ მას მუდმივი ტკივილი ეკრძნო. 12 ასეთი ბასრი ქვა ქონდა მას იღლიაში შებმული და წელიწადში ერთ ქვას გადააგდებდა, ხო? აი ესეც თქვათ როგორი მონანიებითი დამოკიდებულება არის თვითსასჯელის დაწესება ფაქტია. და ასე რომ აი ხალხურ სამართალს ეს მნიშვნელობაც ჰქონდა. აი რამდენად აღებდა ხალხური სამართალი ოჯახში კარს და რამდენად შედიოდა და ვის იცავდა და პირიქით ვისგან იცავდა. აი ოჯახური, ეს საოჯახო ყოფასაც ხალხური სამართალი არეგულირებდა.
ოფიციალური კანონმდებლობის პარალელურად. აი მაგალითად ძალიან მკაცრად აკონტროლებდა სოფელი თემი იმას, რომ აი ოჯახის უფროსი ან ქალი ან კაცი მოხუცდა უძლური არის და ახლა მისი სოციალური უზრუნველყოფა შვილების მოვალეობა არის. აუცილებლად ოჯახის გაყრის, ქონებრივი გაყრის შემთხვევაში ცალკე გამოიყოფოდა საუფროსო წილი, რომელიც სიცოცხლეში აი ამ ოჯახის უფროსებს უნდა მოხმარებოდათ და შემდგომ ერთ-ერთ შვილზე გადავიდოდა, რომელიც მშობლებთან ცხოვრობდა. ან თქვათ ქვრივის უფლებები, ობლის უფლებები, აი მათ მიწაწყალს განსაკუთრებით მკაცრად იცავდნენ, ვინმეს ხელი არ წასცდენოდა და არ წაერთმია რაიმე რესურსი მათთვის გადარჩენისთვის. აი ძალიან საინტერესო იყო, აი მოხდა ასეთი ფაქტი მაგალითად, რომ გარდაიცვალა ქალი, დარჩა მას მცირეწლოვანი შვილები და აი ასეთ შემთხვევაში ამ ქალის მზითვი, რომელიც მას მამის სახლიდან მოჰქონდა, რაც საკმაოდ სოლიდური იყო, სხვადასხვა სოციალური ფენის მიხედვით, რაც ქალის თავისუფალი ცხოვრების მთავარი გარანტი იყო ჩვენს ქვეყანაში, აი ეს არ შეიძლებოდა, რომ სადმე სხვაგან გადანაწილებულიყო, უნდა შენახულიყო და მის პირად შვილებს გადასცემოდათ. ხშირად ბევრს გონია, რომ აი მთაში ქალი დაჩაგრული იყო, პირიქით, ქალს მთაში ძალიან მაღალი უფლებები ჰქონდა და ეს არაერთი ეთნოგრაფიული ფაქტით ვლინდება. არის შემთხვევები, როდესაც რა თქმა უნდა დაქვრივებული ქალის მეორედ გათხოვება არ იყო სასურველი ფაქტი, მაგალითად უფრო ეს აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც გარკვეული გლოვის წლების შემდეგ მას ეს საშუალება ეძლეოდა. აი ხა როგორ არ შევადაროთ ხომ, თქვა ერთი ფაქტი, თქვა დასავლეთ ევროპულ გამოცდილებას, სადაც ვიცით რომ ქალის გათხოვებისთანავე მთელი მისი ქონება მისი მეუღლის განკარგულებაში გადადიოდა. აქ ქალი თავის ქონებას ინარჩუნებდა ბოლომდე და მას ზურგი ჰქონდა, დაცული იყო. მეორეც, რაც მე ძალიან მხიბლავს ქართული სამართლისა, ეს არის ის, რომ ქალის ჩაგვრას, ქალის მხარე, მისი მამის ოჯახი, დედის ნათესავები, თუ არავინ დარჩა, უბრალოდ საგვარეულოც კი დაიცავდა. ქალის უპატიურად მოქცევა, ესეც სამართლებრივი ტერმინია, თუ კი გახმაურდებოდა, აუცილებლად ქმარს პასუხს აგებინებდა. აუცილებლად ქალი ძლიერი იყო თავისი საგვარეულოთი. მას არ ეშინოდა იმისი, რომ გაკიცხავდნენ, მოითმინე, დამორჩილდი, როგორც დღეს სამწუხაროდ ვხედავთ, ხო, მათ შორის ერთ საზარელ ფაქტებსაც კი როგორიც ფემიციდი არის. აი ტრადიციულ ყოფაში ქალს ყავდა მცველი, ქომაგი, თავისი ოჯახი, მამის სახლი, თუ არავინ ყავდა საგვარეულო, თუ საგვარეულოც ყოფილა, მაგალითად ერთი ასეთი ფაქტი აღარ არსებობს ის გვარი თეტენიანი ჩემს თემში, ესეთი საინტერესო გადმოცემა მაქვს ჩაწერილი, რომ ქალს ბოლოს აღარავინ დარჩა, გვარიც ამოწყდა, თვითონ იყო ბოლო წარმომადგენელი ამ თეტენიანების გვარისა და აი მას გარკვეული პრობლემები შექმნია გათხოვების შემდეგ და ეცერის თემი მთლიანად დაუდგა მხარში, რომ ეს უმამის სახლოდ დარჩა, მაგრამ ჩვენ მხარში უდგებათ. აი ესეთი პოზიტიური ელემენტები ჩემი აზრით, აი დღევანდელ ყოფაში საკმაოდ აქტუალური არის, რომ ქალი, როდესაც არის ჩაგვრის ობიექტი, მას ამ ქვეყნად თუ არავისი საკუთარი მშობლების იმედი ხომ უნდა ჰქონდეს და ასე რატომ უნდა შეცვლილიყო ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის მსოფლ აღქმა, რომ პირიქით ისინი არჩევენ მიჩუმათებას ფაქტისას და რატომ? იმიტომ რომ მათი აღზრდა, მათი ტრადიციული კულტურის ნაწილი, ტრადიციული ქართული კულტურა უკვე აღარ არის. მოწყდნენ ისინი თავის ფესვებს და თავის ტრადიციულ კულტურას სამწუხაროდ. მოდით გადავიდეთ ახლა ხალხის აი შემოქმედებით გენიაზე. რასაც შობს ადამიანი, რა შემოქმედების თვალსაზრისით, რაც კულტურაში გადაიღრება მე, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა ზღაპრებზე და მითოლოგიაზე ვისაუბრო და რამდენად ცოცხალია აი ის ზღაპრები, ხალხური ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები და რამდენად არის აქტუალური მათი გადაცემა დღეს ქართველი ბავშვებისთვის, მოდი ასე ვთქვი. უკიდურესად აქტუალურია. იმიტომ რომ ქართული ფოლკლორი, მისი ეს ნაწილი, მითოლოგია, მისი ზღაპრები, მისი ანდაზები, გამოცანები, ეს ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობის შედევრებია. მაგრამ დღეს, როდესაც დედა ძალიან მცირე დროს ატარებს შვილთან, ხშირ შემთხვევაში დედაც მოკლებულია ამ ცოდნას, თუ ვიწრო სპეციალიზაციით არ არის ჩვენი მიმართულების, ან არ აღზარდა დედამისი, რომ ეს ცოდნა გადასცა
თან აი ძირითადად აი გაჯეტებს მიჯაჭული ბავშვები. ამიტომ ახლა გვმართებს ძალიან დიდი ძალისხმევა ამ აი ამიტომ გეკითხებით ამ გაჯეტებში თანამედროვე ფორმით თუ არსებობს ეს ყველაფერი რომ იმ გაჯეტებში შეაღწიოს და გაჯეტებიდან შეაღწიოს ბავშვი. კი, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, ანუ მოკლე ინფორმაციების შექმნა ნამდვილად ფასეულზე. აქ სპეციალისტის ჩართულობის გარეშე ეს არ გამოვა და ამ ყველაფრის მოკლეს ხარტულა ინფორმაციებით ბავშვის და მოზარდის ხელმისაწვდომობა ამ ყველაფერთან. ეს ძალიან მე თვითონ ვდგავარ ახლა ამ პრობლემის წინაშე, იმიტომ რომ 6 წლის შვილი მყავს და აი რომელიც ძირითადად უფრო მაინც ამ უცხოურ ინფორმაციას იღებს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ თავისუფალ დროს ინტერესი გავუღვივო. და აი ამ კონტექსტში ჩვენ ძალიან გვეშველება ახლა მრავლად შექმნილი, აღორძინებული ქართული ხალხური სალოტბარო სკოლები და ზოგადად ხალხური ჩვენი ჰანგისადმი ეს პოზიტიური დამოკიდებულება რაც ახლა არის ჩვენში. აი აქ უკვე თავისთავად ხდება ბავშვის და მოზარდის ზიარება იმ ყველაზე ფასეულთან, რაც არის ქართული ეთნომუსიკალური ჰანგი, უძველესი, ერთიანი, სოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი და აი ამას ბავშვი თუ ყურს მიაჩვევს უკვე მისთვის ის ინგლისური ჰანგიც, ის მარტივი მელოდიებიც, რაც დღეს მასობრივად ვრცელდება. არ ვაკნინებ, მაგრამ ქართულ პოლიფონიასთან შედარებით ის მართლაც მარტივი ჰანგი არის. აი ეს რომ გაუცხოება არ მოხდეს და ამაში ჩვენ ძალიან გვჭირდება მასმედიის დახმარება, ტელევიზიების დახმარება და თქვენი ტელევიზიისადმი მადლობის მეტი რა გვეთქმის, იმიტომ რომ ძალიან ზუსტად და აქცენტირებულად ხდება ეროვნული კულტურული ფასეულობების წარმოჩინება ეკრანზე. ხა ისევ ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, დავდივარ სულ წიგნების მაღაზიებში და ძირითადად არის თარგმანები. ცუდი თარგმანები და კარგად ილუსტრირებული. ის ქართული ნამდვილად ფასეული ქართული ზეპის სიტყვიერი მასალები რომ კარგად ილუსტრირებული, კარგად შეფუთული, ნახატებით, თავისი კარგი ილუსტრაციებით იყოს და მიეწოდოს ბავშვს. არ ამგონია რომ ნაკლები ინტერესი გამოიწვიოს, ვიდრე მაგალითად პრინცესებზე ფილმებმა, ან თქვათ ბეტმენის სიუჟეტმა, უნდა ამას კარგად მოფიქრება უნდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აი ამ გლობალიზაციის ტალღას შევეწინააღმდეგოთ. აი ხა თანამედროვე ცხოვრებიდან რომ ავიღოთ თემატიკა, ხომ პრაქტიკულად ბავშვებს ესმით ტელევიზორიდანაც, იმ თავის გაჯეტებიდანაც რომ ომია. არ ფიქრობთ რომ განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის ჩვენი ისტორიიდან ქართველების დამოკიდებულება ომთან, შვიდობასთან, გმირობასთან, თავდადებასთან. არათუ შორეული წარსულის აგერ ჩემი ყმაწვილ ქალობის არაერთი მაგალითი ჩემი მეგობრებისა ომში დაღუპულებისა როგორ არ გავიხსენო ახლა მე მიშიკო ბურჯგლა ხო რომელიც ომში სამშობლოს შეეწირა და არაერთი მისი თანატოლი მასზე უფროსებიც ფაქტობრივად ჩემს საახლობლოში ჩემს სამეგობროში სულ რამდენიმე მეგობარი და ნათესავი გადამირჩა ჩემი თაობისა. რატომ? იმიტომ რომ მათ ასეს ჩათვალეს საჭირო წავიდნენ სამშობლოს შეეწირნენ. ვინც გადარჩა ისინი ვერ დავაფასეთ მაინც და მაინც ღირებულად. აი ეთნოგრაფია რას ვიყო შორეულ წარსულში. შორეულ წარსულშიც აი მუდამ იყო ესეთი გმირობის მაგალითები. როდესაც ადამიანის ღირსების გამომხატველად ჩანდა ის თუ როგორ ემსახურებოდა ის თავის სამშობლოს, რამდენად ფიზიკურად, როგორ გონებრივი და ფიზიკური მონაცემები შერწყმული, აი როგორ ცდილობდა ის თავისი იმ კონკრეტული სამშობლოს იმ მონაკვეთის დაცვას საზღვრისპირა რეგიონებში, მთიანეთში, ყველგან ჩვენი სამშობლოს მთელი აი საზღვრისპირა რეგიონებში, შიგნითაც აი მუდმივად ეთნოგრაფიული მასალა გვეუბნება, რომ აი ამ მაგალითებით იზრდებოდნენ თაობები. აი ხევსურეთში მაგალითად ანდრეზი ქვია ამ ტიპის გადმოცემას, რომ საღამოობით დასხდებოდნენ სვანეთში ჰარაკი და ყვებოდნენ ამ საგმირო ამბებს. ეს ბავშვს ესმოდა და ესე ბუნებრივად ხდებოდა მისი გონების გაჯერება სამშობლოს სიყვარულის თემით, თავდადების თემით, რომ სიქველე, გმირობა, ეს არის ყველაზე პატივსაცემი მისი მშობლიური გარემოსათვის და ამიტომ ადრეული სოციალიზაციის ეტაპზე ეს ბუნებრივად ესმოდა ბავშვს და ხდებოდა მისი შემდგომი ზნეობრივი ორიენტირის ჩამომყალიბებელი. არ იქნება ცუდი თუ თქვათ აი აქტუალიზირდება ეს თემა იგივე მასმედიით, რომ აი ამ ჩვენს გმირებზე შორეული წარსულისაც, შუა საუკუნეების მე-19, აგერ ჩვენს დროში, აი ამათი ცხოვრების ამსახველი მცირე დოკუმენტური ფილმები თუნდაც გაკეთდეს და ეს იყოს
სავალდებულო საკითხავი ტექსტები სკოლებშიც. ბოლოს ასეთ შეკითხვას დაგისვამთ. გვიანბეთ თქვენი სტუდენტების შესახებ, მათი დამოკიდებულების შესახებ ეთნოლოგიის, ისტორიის მიმართ და რა არის ის ყველაზე მთავარი მცნება, რომლის დარღვევასაც თქვენ არ დაუშვებთ თქვენი სტუდენტების, თქვენი მოწაფეების მხრიდან. არ გინდათ რომ მათ დაარღვიონ. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი დიდი მასწავლებლების და მათი მასწავლებლების მიერ დაგროვილი ცოდნა გადავცეთ ახალგაზრდებს. უფრო დიდი იმედს ვიტოვებ მომავლისას, იმიტომ რომ ახლა მიმდინარე რეფორმით უკვე ეთნოლოგიის მიმართულებას გამოეყო კვოტა და უკვე პირველი კურსიდან მივიღებთ ჩვენ სტუდენტებს პირდაპირ ამ პროფესიით. ანუ უკვე ჩამოყალიბებული, გააზრებული ცოდნით, რომ მათ უნდათ ეთნოლოგია, ანთროპოლოგობა. დიახ, ეს უფრო გაგვიადვილებს საქმეს და პირველი, რასაც ჩვენ ვასწავლით სტუდენტებს არის ის, რომ თავარი არის გვიყვარდეს შესასწავლი, ცუდი სიტყვა, მაგრამ ობიექტი. ანუ გვიყვარდეს ხალხი, ვინც ქმნის კულტურას, ვისაც შეისწავლის ეთნოგრაფია, ვიყოთ მათ დამიკეთილგანწყობილნი და არა ზემოდან გადმაღლურნი, რაც ზოგჯერ ხდება. ხალხური კულტურის გააზრება უნდა შეგვეძლოს აკადემიურად, არა შემფასებლებად, არამედ შიგნიდან დავინახოთ ეს ყველაფერი და ძალიან კარგი შედეგებიც გვაქვს ამ მიმართულებით. ძალიან კარგი. შეუძლიათ კულტურა დაინახონ შიგნიდან, არა შეფასებით, არამედ სიყვარულით და თანაგანცდით, მოდი ასე. რა თქმა უნდა. თანაშემოქმედებით. აი, ამგვარი დამოკიდებულება თუ ექნება ახალგაზრდა ადამიანს სამშობლოს ისტორიისადმი, კულტურისადმი და ზოგადად მსოფლიო კულტურისადმი და ისტორიისადმი, მე ჩავთვლი, რომ ჩემი მოვალეობა გარკვეულწილად შევასრულე. უღრმესი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო თემებს შეეხეთ, ძალიან საინტერესოდ. მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და დავემშვიდობო მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ.